მოგესალმებით მეგობრებო. იმედია კარგად ჩანვარ. რომ დამიდასტუროთ. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ზურფასო, კარგად ჩანხარ ზურფასო. სტუმრებს ვეტყვი რომ თითი დაადონ ეკრანს, რომ გადიდეს ეკრანი და უფრო კარგად გამოჩნდებით ზურფასო. მადლობა. მოგესალმებით ზურფასო სტუმრებო. დღეს თქვენს წინაშე წარდგება ქალბატონი ნინო გონგლაძე და ველოდებით მასთან ერთად სასიამოვნო საღამოს. გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო ნინო. ჩვენი გამორჩეული ლიდერი, ძალიან ლამაზი გოგონა. უღრმესი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. მოგესალმებით ჩემო საყვარელ პარტნიორებო, მოგესალმებით სტუმრებო და უღრმეს მადლობას მოგიხდით დღევანდელი საღამოსთვის, დროის გამოყოფისთვის. და მერწმუნეთ, აქ გამოყოფილი დრო არ არის ფუჭად დაკარგული. ეს არის პირველი ნაბიჯი თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისის. პირველ რიგში მინდა დავიწყო სიახლით, რაც გვაქვს სიახლე კომპანია ლიგუჩი და ამისი არ თქმა იქნება ძალიან დიდი დანაშაული. ჩვენ გვაქვს ეს 2 დღე თუ 3 დღეა, რასაც ქვია ზეიმი კომპანია ლიგუჩი. კომპანია, რომელიც არის სულ რაღაც 2 წლის შემოკარგებო და ჩვენ საქართველოს გუნდიც ვიზრდებით მასთან ერთად და კომპანია, რომელმაც მოხსნა რეკორდი რეგისტრირებულთა რაოდენობით, უკვე 2 მილიონ ადამიანს გადააჭარბა და უკვე ეს საოცარი კომპანია შეგიძლია იხილოთ ევროპის ტელევიზიებში და ასევე ამერიკის ტელევიზიებში. მალე ეს კომპანია, ეს ტელევიზიების რეკლამები, რა თქმა უნდა, მოიცავს მთელ მსოფლიოს, შემდეგ აზიაშიც გადმოვა და ასე რომ ჩვენ მთელი მსოფლიო გაგვიცნობს. დღეს თუ ვართ 2 მილიონი ადამიანი, აქ ჩვენმა დამაარსებლებმა ბატონმა ბენგლისკიმ და ნოუდერ ხაზანმა თქვეს, რომ აქ არის მილიარდობით ადამიანზე საუბარი, რომ ჩვენ სულ მალე გავხდებით 5, 6, 20 და 25 მილიონი და მილიარდი ადამიანი. ასე რომ გილოცავთ, თქვენ თუ უკვე ჩვენთან ხართ, იმიტომ რომ თქვენი მყოფებით მოწინავე ადგილზე, რადგან საქართველოს გუნდი, როგორც აღნიშნე, დაარსებიდან 2 თვეში უკვე დარეგისტრირდა კომპანია ლიგუჩი და ვართ ამ საოცარი კომპანიის წევრები. ვარ ძალიან ბედნიერი, რაც ამ კომპანიაში შემოვედი. საერთოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება 100%-ით. აღმოვაჩინე სხვა ნინო ჩემს თავში და აღმოვაჩინე ახალი შესაძლებლობები. და მე ამას გისურვებ თითოეულ თქვენგანს და ეს არის ნამდვილად შესაძლებელი ამ ჩვენს საოცარ გუნდში, რადგან აქ გვაქვს დიდი კოლექტივი, ყავს ისეთი ლიდერები, სადაც ვისგანაც თქვენ მიიღებთ დიდ მხარდაჭერას, სითბოს და სიყვარულს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვართ ერთი თლიანი ჯაჭვი და ასე ჯაჭვური პრინციპით ყოველ კვირაში 2 შაბათი, 4 შაბათი, პარასკევი ასე ვზრუნავთ თითოეულ თქვენგანზე, სტუმრებზე, თითოეულ ჩვენს პარტნიორებზე, თქვენ ჩვენთვის ხართ. არ ვიცი, ყველაფერი, იმიტომ რომ თუ აქ არ იქნება ასეთი ერთობა, ჩვენ ასე ერთი მუჭად შეკრულები ვერ ვიქნებით და ამისთვის არ შეიძლება რომ მადლობა არ მოუხადო ქალბატონ ნანა ლომიძეს, რომელმაც ეს საოცარი კომპანია შემოიტანა საქართველოში თავის დიდ სიყვარულს და სითბოსთან ერთად. ჩვენ არც გვაქვს უფლება რომ სხვანაირები ვიყოთ უბრალოდ. მოკლედ ეს ემოცია, რაც მე ამ წუთას მეუფლება, ნამდვილად ვარ ძალიან ბედნიერი და ვეცდები ძალიან იოლი ენით გადმოგცემ თუ რა კომპანიაა ეს საოცარი კომპანია, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს და რამდენ შესაძლებლობას გვთავაზობს. კომპანია, რომელიც არის ინოვაცია მსოფლიოში, ასე ვიტყოდი, რადგან მსგავსი კომპანია ჯერ მსოფლიოს არ ახსოვს. და არც იქნება, მე ასე ვფიქრობ, 1-50-100 წელი მაინც. და თუ ხართ თქვენ დღეს აქ სტუმარი, არ გაუშვათ ეს შანსი, არც ერთი წუთი არ დაკარგოთ და დარეგისტრირდით, გაეცადეთ კომპანიას ჩვენთან ერთად, დაიხმაროთ თქვენი ლიდერები,
და ერთად გავზარდოთ ეს საოცარი ბიზნესი, ერთად მართოთ და არ ვიყოთ დამოკიდებული სხვებზე. არ ვიმუშაოთ სხვისთვის, ვიმუშაოთ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ბიზნესი ვაშენოთ და ვიყოთ ბედნიერები და რაც მთავარია, მართოთ საკუთარი დრო. აი ამ შესაძლებლობებს გვთავაზობს კომპანია ლიკუდი. მე გახლავართ 3 შვილის დედა, სურამიდან, პროფესიით გახლავართ ქორეოგრაფი, მაგრამ თავიდანვე აღვნიშნე, რომ საკუთარი თავი ვიპოვე კომპანია ლიკუდში. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა, მაგრამ კომპანია ლიკუდის შესაძლებლობები არის უზღვავი და ეს რომ ადამიანმა არ დაინახოს, ეს არის ნამდვილად დანაშაული და რომ არ გამოიყენოს ქართულმა ერმა. იმხელა შესაძლებლობებს გვთავაზობს. კომპანია ლიკუდი, რომელიც დაარსდა 2022 წლის 13 დეკემბერს და დღესდღეობით შემოკარგებო, ყოველდღიურად 1000-ობით რეგისტრაცია მიმდინარეობს. როდესაც რეგისტრაციას ვაკეთებთ, ისე არ ხდება, რომ აი იმ წამებში სადღაც ვიღაცა არ დარეგისტრირდეს. აი ვერ მიაბავ რეგისტრაციის დროს, რომ გინდოდეს იმას ვიღაცა ჩაუსვა. აი ამ დროს ხდება რეგისტრაცია, უთვალავი რეგისტრაცია ხდება უკვე დღეში 1000-ობით რეგისტრაცია უკვე და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც უკვე ეს კომპანია გავიდა ასე ფართო მასშტაბებზე, უკვე ტელევიზიით გადის და იმდენად უბრალონი არიან კომპანიის დამაარსებლები და იმ პროდუქტის შემქმნელები, რომელიც 3 წუთას გვაქვს წარმოდგენილი პროდუქტი, რომლის რეალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვეხება, თვითონ არეკლამებონ შემოკარგებო, თვითონ ინდივიდუალურად გამოდიან ტელევიზიებში და თვითონ საუბრობენ იმის მაგივრად, რომ რაღაც ფეშენებალური რაღაცა მოაწონ, რაღაცა ინვენტები აკეთონ და რაღაცა თანხები ესე ფლანგონ, არა, ესენი საქმეს აკეთებენ და ასე გვეხმარებიან ჩვენ კომპანიის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, მე რო ეხლა ვსაუბრობ და გაცნობთ ამ კომპანიას, მე ვფიქრობ, ცოტა ხანში რამდენი საუბარიც აღარ დამჭირდება, იმიტომ რომ თქვენ თვითონ გეცოდინებათ ყველაფერი ამ კომპანიის შესახებ ტელევიზიის დახმარებით. აი, ამას აკეთებს კომპანია ლიკუდი და მე ვფიქრობ, ეს მეორე ეტაპი უკვე დაიწყო და დამაარსებლებმა თავიდანვე აღნიშნეს, რომ აქ რეფერალური სისტემა ამ წუთას მოითხოვდა ამას, ეს იყო აუცილებელი, რომ ადამიანები შემოსულიყო და რეგისტრაცია გაევლოთ, მაგრამ რეგისტრაციები შეწყდება, მაგრამ ისიც არ ვიცით ზუსტად როდის. მაგრამ ისე სწრაფად ვითარდება კომპანია, იმხელა მასშტაბებზე გადის და ცნობადობა უკვე იმხელა იზრდება კომპანიის, მე ვფიქრობ, რომ მალე იქნება ეს სიახლეც. თუმცა ჩვენ, როდესაც ეს კომპანია შემოვიდა საქართველოში, აქ კაბინეტში არ ქონდა ძალიან ბევრი რაც ეხლა გვაქვს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, როდესაც რაღაცას ბიზნესს ვიწყებთ, ან რაღაცა უბრალოდ მაღაზიას ვხსნით, რამხელა შრომა სჭირდება ამ საქმეს და როდესაც ამხელა მასშტაბის კომპანიაზე არის საუბარი, ალბათ დამეთანხმებით, რომ რამხელა შრომა არის ჩასადები, ხო? აქ მე ვახსენე, რომ გვაქვს საოცარი ბიოდანამატები. თავიდან მე მარკეტინგი მომეწონა და ამ ხრივ შემოვედი ამ კომპანიაში, იმიტომ რომ გამაცვით რა კომპანიის მარკეტინგმა, როდესაც დავრეგისტრირდი და შემოვიყვანე იმ კვირაშივე 4 ადამიანი, მე $100 უკან დამერიცხა. და ვფიქრობ, რომ მე ბიზნესი დავიწყე, ვფიქრობ, არა, ნამდვილად ბიზნესი დავიწყე 2.0 ინვესტიციით, იმიტომ რომ რაც ჩავდე, მე ის ერთ კვირაში ამოვიღე, ხო? აი ამ შესაძლებლობას გვაძლევს კომპანია, არანაირი ყიდვა-გაყიდვა, არანაირი მხოლოდ და მხოლოდ გვევალება, რომ კომპანია გავაცნოთ ადამიანებს, გავაცნოთ ის შედეგები, რაც ეხლა ჩვენ ამ წუთას ამ გუნდშიც გვაქვს უკვე პირადად ნანახი, რა შედეგები გვაქვს, აგერ თმის სვენაზე რა შედეგი გვაქვს, სიმსივნეზე რა შედეგი გვაქვს, უბრალოდ ამისი ართქმა უკვე არის დანაშაული, ხო? თუმცა ვიტყვი ისევ, რომ ჩვენ არ გვევალება არანაირად პროდუქტის რეალიზაცია და არც ექიმობანას არ ვთამაშობთ სხვა კომპანიებისგან განსხვავებით. აქ ჩვენ გვაქვს რეფერალური უკაცრავად ლინკი მოცემული, სადაც
ამ პროდუქტის დამაარსებლები და ამ პროდუქტის შემქმნელები, ცოლ-ქმარი გუდკინები, პროფესორები თვითონ იწევენ რეკომენდაციას, გატარებენ დიაგნოსტიკას, გაგიწევენ რეკომენდაციას და გაძლევენ დანიშნულებას. თუ კი რაღაცა გართულება გაქვთ, ასევე შეგიძლიათ გაუგზავნოთ თქვენი დიაგნოზი და ამ ხრივაც მეილზე ჩვეულებრივად უშუალოდ, ისეთი უშუალო ადამიანები არიან, ჩვეულებრივად პროფესორებთან შეგიძლიათ გქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია. აი ამ შესაძლებლობას გვაძლევს კომპანია ლიგუდი. როგორ გახდეთ კომპანიის წევრი და ზოგადად რა პრიორიტეტები აქვს კომპანია ლიგუდს და რისთვის დაარსდა, ხო? 21 საუკუნეში ალბათ დამეთანხმებით თამაშიც, რომ დრო მეტად ფასობს. მაგალითად, მე აღარ მომიწევს მაქსიმუმ 2-3 წელიწადში სხვა მაღაზიებში რაღაცის ძებნა და არ მომიწევს სახლიდან გასვლაც კი. მე შემეძლება ჩემს კომპანიაში 75%-იანი ფასდაკლებით მივიღო ყველაფერი, რაც კი რამ არის გაყიდვადი. დაწყებით ტექნიკიდან, დამთავრებული ტურიზმი, მოგზაურობა და აი ყველაფერი 60. აი რატომ გავალ სხვაგან, რატომ გამოვიწევ მაგალითად პირობითად ვიტყვი ტაობაოზე რაღაცას, როდესაც შემიძლია მაღალი ხარისხის პროდუქტი 60 იქნება თუ რაც იქნება, თანდათან დაგვემატება ჩვენ ყველაფერი ამ კომპანიაში იქნება მოქცეული, აი ერთ სივრცეში გვექნება ყველაფერი და აღარ მოგვიწევს არსად გასვლა, ხო? და ყველაფერი იქნება მაღალი ხარისხის, როგორც ახლა გვაქვს წარმოდგენილი ეს მაღალი ხარისხის ბიოდანამატები, ასეთი მაღალი ხარისხის, იმიტომ რომ კომპანია ლიგუდი არის ხარისხზე ორიენტირებული კომპანია და ასევე მას აქვს წარდგენილი პირობები სხვადასხვა კომპანიები უკვე რომლებიც ემზადებიან კომპანიაში ჩვენს პლატფორმაზე შემოსასვლელად. ეს არის გაყიდვების პლატფორმა, მაგრამ ესეც განსხვავებულია. ზოგჯერ მომთხოვი Amazon-ს გავს თითქოს, მაგრამ არა. Amazon-ში არის კი გამოწედების კომპანია, მაგრამ იქ არ განისაზღვრება ხარისხი, ხო? ყველანაირი ხარისხის ყველაფერი იყიდება. და იხდიან $15 იმისთვის, რომ მიიღონ მხოლოდ და მხოლოდ ფასდაკლებით ეს პროდუქტი. ჩვენთან არის მაღალი ხარისხი, ხარისხზე ორიენტირებული პროდუქტი, ასევე არის 75%-იანი ფასდაკლება და მოკლედ ძალიან ბევრი პრიორიტეტები აქვს ჩვენს კომპანიას სხვა კომპანიებთან განსხვავებით. ვახსენე, რომ კომპანია არის გაყიდვების პლატფორმა. ყველაფერი გვექნება ერთ სივრცეში და ამისთვის საჭირო იყო, რა თქმა უნდა, კლიენტურის მოზიდვა, ხო? რომ სად წავა დისტრიბუცია, სადაც არის, სად დავდგავ, მაგალითად, პირობითად მაღაზია, სად ავაშენებ, სადაც ხალხმრავლობა. თავისთავად ეს პლატფორმა შეიქმნა იმისთვის და ჩვენ მიგვიწვიეს და მოწვევები ჯერ ამიტომ არის ამ ეტაპზე, რომ კომპანიებს თვითონ სურვილი გაუჩნდათ ასევე კომპანიას, რომ შემოვიდეს ჩვენთან და შემოიტანოს სხვადასხვა პროდუქტი. და სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს კომპანია. ჩვენი კომპანიის დამაარსებლები 25 წელი მოღვაწეობდნენ სხვადასხვა კომპანიებში, მათ მილიონობით შემოსავალი ჰქონდათ, მაგრამ ისინი არიან იმდენად კაცთმოყვარენი, მართალია ჩვენ მე მაგალითად არ მისმის მათი ენა ინგლისური საუბარი, მაგრამ უბრალოდ როდესაც YouTube-ში შევდივარ და მათ უსმენ ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს შეგიძლიათ, როდესაც დარეგისტრირდებით ან თუ ხართ უკვე პარტნიორი, თქვენ ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს მოგდით ლინკი, Zoom-ის ლინკი, სადაც შეგიძლიათ შეგზავნეთ და მოусმინოთ მათ ჩართვებს და იქვე მიხვდებით, როგორ არ ვიცი, თვალებიდან ასხივებენ იმ სითბოს და სიყვარულს, რასაც ადამიანების მიმართ გრძნობენ. მე ამას გრძნობ, იმდენად უშუალოები არიან, იმდენად უბრალოები არიან და ისე უბრალოებით საუბრობენ, ისინი ნამდვილად ზრუნავენ ადამიანებზე, ისინი აკვირდებოდნენ 25 წლის განმავლობაში თუ ეს ქსელური კომპანიები როგორ აი რასაც ქვია ხალხის ხარჯზე გადიოდნენ სხვადასხვა შემოსავლებზე ის მაღალი ლიდერები და დამაარსებლები და დაბლა ის 80% რჩებოდა შემოსავლის გარეშე და სწორედ ამ
ამ ყველაფერმა გამოიწვია ამ კომპანიის შექმნა, რომ 80% კომპანიის სარგებელი მიიღოს იმან, ვინც შრომობს ამ კომპანიაში, არათუ იმან, ვინც ზემდგომია და მხოლოდ ფულზეა ორიენტირებული. არა, ეს ადამიანები მე ვიტყვი გულწრფელად, რომ ისინი არ არიან ფულზე ორიენტირებული ადამიანები, ისინი ნამდვილად ზრუნავენ ადამიანებზე. ეს იმითაც გამოიხატება, რომ მათ შეეძლოთ მაგალითად რაღაცა ბრენდული სამოსი შემოიტანათ თავიდან და ამით დაეწყოთ, ხო? ყველაფერი კომპანიაში, მაგრამ ჯანმრთელობა არის უპირველესი ადამიანისთვის, ხო? და სწორედ ჯანმრთელობის მხრივ შემოვიდა კომპანია ლიბგუდი, შემოიტანა ეს ჯანმრთელობის პროდუქტი, იმიტომ რომ უნდა იყოს ჯანმრთელები, რომ შევძლოთ აქ მუშაობა რომ შევძლოთ და მოვიყვანოთ ადამიანები, რა თქმა უნდა, თანხა გვჭირდება, ასე რომ თანხებს გამოვიმუშავებთ და შევიძენთ პროდუქტს. აი, უხელა რაღაცა დევს, მოკლედ, თავიდანვე ამ კომპანიაში და თანდათან გვაკვირვებს კომპანია. აქ ჩვენ ასევე გვაქვს, მე ვფიქრობ, ეს ჩემი მოსაზრება, პირადი მოსაზრება, რადგან უკვე კომპანია ლიბგუდი გავიდა ათასობით ტელევიზიაში, უკვე ევროპის მასშტაბით და ამერიკაში, მე ვფიქრობ, რომ ის კლიენტურის შესყიდვის პრინციპიც მალე ჩაიშვება, იმიტომ რომ ცნობადობა რომ გაიზრდება, აქ ქონდა ჩვენ დატესტეს, ეს იმას ნიშნავს, რომ აგიხსნას კლიენტურა, რას ნიშნავს, თვითონ კომპანია ზრუნავს, ფაქტია რომ ზრუნავს, უკვე ტელევიზიით გავიგნე და თვითონ თავს თვითონ ყიდის კომპანია. ჩვენ ამის გაკეთებაც აღარ მოგვიწევს ცოტა ხანში და დაინტერესებული ადამიანები უკვე უკავშირდებიან კომპანიას და ეს კლიენტურა ჩვენ შეგვიძლია რომ შევისყიდოთ. ეს შესყიდული კლიენტები ჩვენ გვემატება რეფერალებში, ჩვეულებრივად გვეთვლება. ისინი პირველ ეტაპზე მაგალითად ღირდა $35 თავიდან, მაგრამ საუბარი არის, ახლა შეწყდა, ეს იყო დროებით ჩაშვებული სატესტო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მე ჩემს მოსაზრებას დავაფიქსირებ, რადგან უკვე ტელევიზიებში გავიდა ჩვენი კომპანია, ცნობადობა მეტად გაიზრდება მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ ეს კლიენტურის შესყიდვის პრინციპიც ჩაიშვებს, რადგან უკვე ნათქვამია, რაც თქვენს კომპანიას უკვე თან კოოპერატივი უკვე ჩასმული არის თვითონ ჩვენს გვერდზე, ასე რომ ეს კლიენტურაც რომ გაიშვებს, შესაძლებლობა გვიძლევა, არის სავარაუდოდ საუბარი, რომ შეიძლება $10-ზეც კი დავიდეს კლიენტურის ფასი. მე მაგალითად ჩემს შემოსავლეს მთლიანად ინვესტიციას გავაკეთებ, შევიძებ ამ კლიენტურას, ის რომ გასინჯავს ჩვენ საოცარ დანამატებს, ის რომ გასინჯავს ჩვენს სამოს იმოგზაურებს, ხო? მას ვფიქრობ, უკვე სურვილიც გაუჩნდება გახდეს ჩვეულებრივად კომპანიის წევრი, ისინი ჩვეულებრივად $10 გადამხდელები არიან მხოლოდ და მხოლოდ, ისინი არ არიან რეფერალები, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩემი ნაყიდი კლიენტი გახდეს ჩვეულებრივად როგორც მე ვარ რეფერალი და ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან ის 7 სახის შემოსავალი, რაც კომპანია გვთავაზობს, ჩვეულებრივად მე ამომივა. თუმცა ამ კლიენტიც რო ვიყიდო, მისი ნაყიდიდან მე პროცენტები ვერ იცხება, როდესაც ის რამე შეიძენს და თქვათ არ გახდა რეფერალი. აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სარგებელი და სარგებელი ის გვაქვს კიდევ, რომ ჩვენ გვეხმარება ეს ადამიანები დაგვეხმარებიან სტატუსების აწევაში. ეხლა თუ მე ვარ ვერცხლი, მათი დახმარებით შემეძლება გავხდე ოქრო, გავხდე პლატინა და გავხდე ბრილიანტები. მე მაგალითად ძალებს არ დავიშურებ და თერს ჩემს ინვესტიციას ისევ და ისევ აღვნიშნავ, რომ დავაბანდებ ისევ ამ საოცარ კომპანიაში. აი ამ შესაძლებლობას გვთავაზობს კომპანია და როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ კომპანიაში. ამისთვის არის საჭირო სულ რაღაც $50. $50 დარეგისტრირდებით, $40 ვიხდით ცხოვრებაში ერთხელ, რომ დავიკავოთ ჩვენი ადგილი. და $10 არის მხოლოდ და მხოლოდ ეს ვალდებულება კომპანიას, რომ $10 ვიხადოთ ყოველ თვე და რისთვის ვიხდით ამ $10? აი ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ, უნდა გავიაზროთ თავიდანვე, რომ მერე კითხვები არ გაგვიჩნდეს და აქ საკითხავიც არაფერი არ არის, იმიტომ რომ თუ კი ვამბობ, რომ მე მინდა და პრეტენზია მაქვს, რომ ხარისხიანი სამოსი მქონდეს, ხარისხიანი პროდუქტი მივიღო
მე უკვე პრეტენზია აღარ უნდა მქონდეს იმ 10 დოლარის გადახდას და ასევე მეგობრებო, ამ 10 დოლარიდან ჩვენ ხელფასები გვერიცხება. სად არის, რომელ კომპანიაში არის ხელფასები? ალბათ დამეთანხმებით არც ერთი. თუ არის შრომეთ, თუ რაღაცა არ გავყიდეთ და აი ამიტომ ამბობ ხოლმე კომპანია ლიგუდი არის, რა ვიცი, ინოვაცია და რევოლუცია მოახდინა ნამდვილად მსოფლიოში. და მე ნამდვილად მოხარული ვარ და უღრმესი მადლობა მინდა მოუხადო ისე და ისე ნანალომიძე სამსაუცარი კომპანიის შემოტანისთვის და ასევე ჩემს სპონსორ ლამზიდა დალავიშვილს, რადგან მან გამაცნო ეს კომპანია. და აი ასე დარეგისტრირდებით 50 დოლარად და თქვენ შეგიძლიათ უკვე იქ გენიჭებათ რეგისტრაციისთანავე ლინკი და ამ ლინკით უკვე შეგიძლიათ მოიწვიოთ ადამიანები და თითო მოწვეულ ადამიანზე ის როგორც კი დარეგისტრირდება, თქვენ ანგარიშზე დაგიჯდებათ 25 დოლარი. ხუთშაბათს დღეს გვაქვს ჩვენ კვირეული შემოსავლები და ასევე გვაქვს თვიური შემოსავალი ყოველი თვის დასაწყისში. ხუთშაბათი დღე არის ჩვენი ხელფასების დღე და თქვენ როგორც კი დაარეგისტრირებთ ერთ ადამიანს, უკვე 25 დოლარი დაგიჯდებათ თქვენს ანგარიშზე. აქ ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ არის ორნაირად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, მაგრამ აქაც უკვე შეგიძლიათ მესამე ვარიანტიც შემოგთავაზა კომპანია ლიგუდი. მაგალითად, მინდა გავეცნო კომპანიას და აი არ მაქვს საშუალება, რომ გადავიხადო ის 40 დოლარი და მინდა პროდუქტი. ჭირს psoriasis, რაღაცა ჭირს და ნახე რომ არის შედეგი, ხო? მირჩია ჩემმა ახლობელმა და ახლობელიც უცხომ არ მირჩევს და მინდა რომ უბრალოდ გავსინჯო პროდუქტი. ან უბრალოდ მინდა მარკეტინგს გავეცნო, ხო? გადაიხდით 10 დოლარს მხოლოდ წევრობისას და აღარ იხდით 40 დოლარს. აი ასეთ შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ, გამოიწეროთ ეს საოცარი პროდუქტი, მიიღოთ შედეგი რა თქმა უნდა და მერე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვეულებრივად გახდეთ რეფერალი. და დარეგისტრირდეთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ის 40 დოლარი გადაიხადოთ, თუ ამ წუთას არ აქვთ. აი ესეთი ვარიანტით შემოგთავაზა კომპანიამ და ძალიან კარგი შესაძლებლობა ასევე ეს მათვის, ვისაც მაგალითად აკლია, თქვათ, როდესაც გინდათ რომ გახდეთ ვერცხლი, ამ შემთხვევაში არის საჭირო, რომ გუნდში ყავდეთ 20 ადამიანი და 3 ბრინჯაო სხვადასხვა ხაზში. მაგალითად, მყავს 3 ბრინჯაო სხვადასხვა ხაზში და გუნდში მყავს 18 ადამიანი და მაკლია მხოლოდ 2. მე ამ 10 დოლარით შემიძლია დავარეგისტრირო 2 ადამიანი 10 დოლარიანი და უკვე ჩემი სტატუსი არის ვერცხლი. ასევე ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, როდესაც დავრეგისტრირდა, მაგალითად, როდესაც რეგისტრირდებით, შეგიძლიათ იყოთ პასიური, ეს არის პასიური და ზოგადად პასიური შემოსავალი არ მიყვარს ამაზე საუბარი, როდესაც რეგისტრირდები კომპანიაში, უნდა გაერკვეს, სად რეგისტრირდები, რისთვის მიდიხარ, რა მიზნები გაქვს და აი შენ თავს უნდა ხედავდე განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. აქ რომ დარეგისტრირდე და გაჩერდე, აქ უშრომელად თავისთავად არაფერი არ ხდება, მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ დროთა განმავლობაში, ზუსტად არ ვიცით როდის, რადგან აქ არ არსებობს მაგალითად სხვადასხვა კომპანიებში იყო ისე და ისე შედარებას გავაკეთებ, რომ აი მარცხნივ ჩემდას ჩავისვავ, მარჯვნივ ამას ჩავისვავ, ახლა აქ უფრო მაწყობს ამ ფეხში და აქ ასეთი რაღაცა არ ხდება. აქ არის ჭკვიანი რობოტი. მე როდესაც დავრეგისტრირდი, ჩემთან დარეგისტრირდა ჩემი საყვარელი მეგი გონგლაძე და მასთან ჩავიდა ჩემგან. უყურეთ, მე მყავს პირაჩი 17 ადამიანი, ხო? და მე პირველი ლეველი შემოსო, პირველ დონეში ჯდება 2 ადამიანი, მომიწვიო 2 ადამიანი, ხო? აქეთი დამიჯდა ბატონი მანხაზბალაძე და მეგი და ისეთი რაღაც მოხდა, ამის მერე ვინც ვარეგისტრირე, ჩავიდა მეგისთან. და გაკეთდა ჩამონასხი. ზუსტად არ მახსოვს 7 თუ 6 ადამიანი ჩამონასხი გაკეთდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი თვიური შემოსავალი უკვე ყოველ თვიურად ხელფასი მას ერიცხებოდა ჩემი ჩამოსული ადამიანებისგან. და ასეთი რაღაც აუცილებლად მოხდება, მაგრამ როდის მოხდება არ ვიცით, რა თქმა უნდა. ეხლა ყველა რომ პასიურში დაჯდეს და მხოლოდ ერთმა ლიდერმა იმუშაოს, ალბათ დამეთანხმებით, რომ აი რამდენი უნდა მოვიწვიო, რომ ყველას დონე შევავსოთ, ხო? ამიტომ თუ კი იმას გადაწყობთ, რომ აი შევალ და აი არაფრის კეთება არ შემიძლია და
მარტო $10 გადავიხდი, ან შეგიძლიათ მესამენაირადაც დარეგისტრირდეთ, რომ $100 გადაიხადოთ მთლიანი წლის გადასახადი $100 ხომ გიწევთ და კომპანია გთავაზობთ საჩუქარს 20%-იან ფასდაკლებას გიკეთებთ და თვეს თუ გიწევთ წლის განმავლობაში 12 თვეში, ხო? $120 გადახდა, გიწევთ გადაიხადოთ მთლიანი წევრობის $100 და გადაიხადოთ $40, რა თქმა უნდა, რეგისტრაციის. ესე იგი $140 შეგიძლიათ მთლიანი წლის გადაიხადოთ და აი ასეთ შემთხვევაში უკვე იქნებით თავისუფალი ყოველთვიური გადასახადისგან. და უბრალოდ უნდა გაიაზროთ და უნდა მივხვდეთ, რომ თუ კი მინდა რომ შემოსავალი მქონდეს როდესღაც 5 წელი იქნება თუ 6 წელი თუ რავი 2 წელი თუ 3 ამას ვერ გეტყვით როდის იქნება, მაშინ იმასაც უნდა შევეგურო და არაფრის კეთება არ გვინდა, ამას ჩამონასხმი დროთა განმავლობაში იქნება, მაგრამ როდის იქნება, იმიტომ რომ ამას თვითონ კომპანია აღნიშნავს დამაარსებლები, რომ პასიურ ადამიანი რომელსაც არ ეყოლება არავინ მოწვეული დროთა განმავლობაში, რამდენი წელი დაჭირდება არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად გადის $2057 ხელფასზე. ეს იმ პრინციპით, რომ როდესაც წამოვა ეს კლიენტურა, უკვე გადავედით მეორე ეტაპზე, უკვე ტელევიზიაში გავედით, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს, უკვე 200 ქვეყანაში ვართ შესულები და ეხლა მთელი მსოფლიო გავხდებით და უფრო რა თქმა უნდა ცნობადობაც გაიზრდება კომპანიის ჩამონასხმიც იქნება მე დროთა განმავლობაში და ეს ადამიანი გავა შემოსავალზე. მაგრამ რა თქმა უნდა ჭირდება მოთმინება. და მეორე სტატუსი გახლავთ უკვე ბრინჯაო და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ დარეგისტრირდეთ, საით ახლა ამას ვსაუბრობდი და მაგალითად მყავს $200-იანი რომელსაც უნდა პროდუქტი, აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ $10 ადამიანი და თქვენ სტატუსი გემატებათ და უკვე ხდებით ბრინჯაო. ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი ორმაგდება, $4000-ზე გახდათ უკვე დროთა განმავლობაში. რა თქმა უნდა, იქ დონეები ასე ნაწილდება 2, 4, 8, 16 ესე ჩვენს დაბლა და ეს დონეები თანდათან რომ ივსება, ჯერ ავიღებთ რა თქმა უნდა $20, 30 და ესე დროთა განმავლობაში რომ შეისება უკვე ის 12 დონე და უკვე ბრინჯაოს ეხსნება 13 დონე, უკვე გავდივართ $4000 ხელფასზე. ასე რომ შეგიძლიათ $100-იანებითაც იმუშაოთ, შემოიყვანოთ ადამიანები და მე ის რომ კარგად გაეცნობა, თუ რა შემოსავალს კარგავს, იმ $40 არ გადახდით, ხო? ის რომ გასინჯავს ჩვენს საოცარ პროდუქტს და შედეგს დადებს, ის არ არსებობს რომ არ გახდეს უკვე რეფერალი, ხო? იმიტომ რომ ის $10 მაინც იხდის. და უკვე უღირს რომ ის $40 გადაიხადოს, თუმცა იმ $10-იანებსაც შეუძლიათ მოიწვიონ ადამიანები და უკვე მათაც აქამდე არ ქონდათ. მათაც მისცეს უფლება რომ ლინკით მოიწვიონ ადამიანები და როდესაც მე გუნდს დააგროვებენ, ის მაგალითად მოიწვიეს, ხო? ზოგი იქნება $10-იანი, ზოგი იქნება $40-იანით და რომ შეხედავს უკვე გუნდი გაეზარდა, მას შეუძლია უკვე მერე გახდეს კომპანიის წევრი და უკვე ხელფასზე გავიდეს. აი ასეთი რაღაცა შეუძლია. მესამე სტატუსი გახლავთ ვერცხლი და ვერცხლის შემთხვევაშიც ახლა რომ აღნიშნე, შეგიძლიათ როგორ გახდეთ ვერცხლი, ახლა ვეგეტყვით, სხვადასხვა ფეხში 3 ადამიანი უნდა იყოს აუცილებლად ბრინჯაო, ან უნდა გყავდეთ 10 პირადი და 20 ადამიანი უნდა გყავდეთ გუნდში აუცილებლად. აი ამ შემთხვევაში ხდებით ვერცხლი და თქვენი შემოსავალი აქ უკვე 4 სიღრმე გაგეხსნებათ, ეს რას ნიშნავს? ყოველ კვირეული რომ ვახსენე ხელფასები, ბრინჯაოს სტატუსში როცა ხართ, თქვენ გერიცხებათ თქვენი მოწვეულიდან 50%, ეს არის მაჩინგ ბონუსი და მისი მოწვეულიდან უკვე გერიცხებათ 5%. ეს ყოველკვირეული შემოსავალი, რა მოქმედებებსაც გააკეთებენ, ესე მოხდება. უკვე როცა ხდებით ვერცხლი, უკვე ჩემი ხელფასი ისევ $8000 იქნება დროთა განმავლობაში, როდესაც ჩემი დონეები შეივსება, მაგრამ მე მეხსნება უკვე 4 დონე. და ხშირად აღნიშნავ ხოლმე მე უკვე წელიწადზე მეტია ყოველ კვირეული ხელფასი მერიცხება ყოველ თვიური ხელფასის გარდა. იმიტომ რომ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე დონეებში მყავს აქტიური ადამიანები, ისინი აკეთებენ რეგისტრაციებს და მე მათი ბონუსები ამოდის. მეჩი ბონუსები და
გლობალური ბონუსი ყოველთვის შემოსავალი, რა თქმა უნდა, ამონდის თლიანი გუნდიდან. და როგორ უნდა გავხდეთ ოქრო? ოქრო რომ გავხდეთ, ამისთვის არის საჭირო, გუნდში ყავდეს 100 ადამიანი და უნდა ყავდეს 3 ვერცხლი. თუმცა აქვე დავძენ, რომ უკვე მეორე თუ მესამე შემთხვევა დაფიქსირდა უკვე კომპანიაში, უყურეთ როგორ გახდნენ ოქრო. მაგალითად, ყავდათ 2 ვერცხლი და არ ყავდათ მესამე ვერცხლი. და უყურეთ რა მოხდა. დაჯამდა უყურეთ 2 შტოს გარდა, მაგალითად, მე ვამბობ, რომ ყავს 12 ადამიანი კიდე მოწვეული. მათ კიდევ უყურეთ 10 ადამიანიდან ეს 2 რო გამოვაკლოთ, ამ 10 ადამიანმა მიც მოიყვანეს ადამიანები და ეს 10 ადამიანიც უნდა შესრულდეს თლიანად მათი მოყვანილები და ჩემი მოწვეულები. ცალკე ჯამდება, გიჯამებთ კომპანია 30 ადამიანი როგორც კი გახდება, თქვენ გახდებით ოქრო. ხვდებით რა ვთქვი? ესე იგი ჯამდება მთლიანად ცალკე დარჩენილი ჩემი მოწვეულები იმ 2 ადამიანის გარდა 12 ადამიანიდან 10 ადამიანი ხომ ყავს კიდევ. ის 2 მუშაობს და მათგან ისინი უკვე ვერცხლები არიან. იმ 10 ადამიანის მოწვეულები და ის 10 ადამიანიც მთლიანად უნდა იკრიბება და 30 ადამიანი როგორც კი შესრულდება ჯამში, უკვე ხდებით ოქრო. აი ესეთი რაღაცაც აქ დაფიქსირდა საქართველოს გუნდში და მე ვიკვლიეთ და მივხვდით აი რა გააკეთა კომპანიამ. აი არ ვიცი, იმდენად საოცარი კომპანია იმხელა შესაძლებლობებს გვაქვს, აი არ გზღუდავს არანაირად. მთავარია რომ მუშაობდეთ, ვიმუშაოთ და აი კომპანია ამ ჩვენს მუშაობას ნამდვილად აფასებს, მეგობრებო და არაფერს არ ყრის წყალში. პირიქით, პატარა რაღაცა შესაძლებლობას თუ რაღაცა შეგვამჩნია, აი მაგალითად ჩვენთან და ძალიან მიხარია და ქალბატონ ციცის კიდევ ერთხელ ვილოცავ ქალბატონ ნანის უკვე 12 თუ 11 ოქრო ყავს საქართველოში და პატარა რაღაცა სხვა ქვეყნების იმებში ვარ ჩათებში და მეცინება ხოლმე ბრინჯაო რო ვიღაცა გახდება, ვერცხლო ვიღაცა გახდება, ისე უხარია და ჩვენ უკვე აი ამდენი ოქრო ყავს და ისე მიხარია ნამდვილად რომ ასეთ პატარა ქვეყანაში უკვე ამდენი ოქრო ყავს და ძალიან მიხარია და ულოცავ თითოეულ მაგდას და მალე პლატინა და მალე ბრილიანტი მომელოცოს და ზუსტად ვიცი რომ ასე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ისევ შრომობთ, ნამდვილად დაფასდება ეს შრომა. ბოდიში ცოტა გადახვევა გავაკეთე ისე და ისე. და უკვე ამ შემთხვევაში გუნდში უნდა ყავდე უკვე 100 ადამიანი სრულდება გუნდში და უკვე ხდებით ოქრო. უკვე და აქ თქვენი დონე გემატებათ, მე-14 დონე გეხსნებათ და აქ უკვე თქვენი ხელფასი იქნება $8,000, როდესაც დროთა განმავლობაში გახვალთ სტატუსებზე და გახვალთ დონები რომ შეგეხსებათ, უკვე ოქროს სტატუსში რომ იქნებით, გახვალთ $8,000 ხელფასი. შემდეგ მოდის უკვე პლატინა. პლატინის შემთხვევაში უკვე საჭიროა 500 ადამიანი ყავდეთ გუნდში. სავარაუდოდ აქაც ასე მოხდება. მაგალითად, ვიზახთ ხოლმე 3 ოქრო უნდა ყავდეს რომ გახვიდე, მაგრამ აქაც ესეთი რაღაც იქნება რომ 100 ადამიანი რომ იქნება, ისე როგორც ვერცხლზე ვახსენე, იქ 30 იყო და აქ ვფიქრობ რომ 100 ადამიანი თუმცა ვნახოთ რა იქნება, მალე იქნება ალბათ ეს პლატინაც და ვნახავთ დაკვირვებით რა იქნება. აქაც არ არის რთული მისაღწევი ნამდვილად, თავარია რომ გახდეთ ოქრო, ვერცხლი ძალიან იული მისაღწევია. თუ კი მოუნდომებთ, ყველა შეუძლია რომ ვერცხლი გახდეს. აი ოქრო თუ გახდით, მე უკვე პლატინაც უკვე აღარ არის რთულად მისაღწევი. და რა არის განსხვავება პლატინას და ოქროს შორის? აქ არის $8,000 ხელფასი, მაგრამ მე ვახსენე რომ აქ სიღრმეები გეხსნებათ, 6 დონე არის. ყოველკვირეული შემოსავალი რაც გვერიცხება ოქროზე და პლატინაზე უკვე 8 დონე გვეხსნება და აქედან 8 დონის შემოსავალი ყოველ ხუთშაბათს გვიჯდება ანგარიშზე. აი ეს განსხვავება არის და უკვე მე-15 დონე იხსნება, უკვე ხდება ბრილიანტი და მისი ხელფასი უკვე არის $16,000 და ხშირად აღნიშნავ ხოლმე რომ შაშანი იყო ქალბატონი ალაკნიაზევა ჩამოსული, მოვიარეთ რა ვიცი, დასავლეთში არ ყოფილვართ, აღმოსავლეთით მთლიანად მოვიარეთ, რასაც ქვია, იმედია კიდე ჩამოგზანდება და მე უკვე დასავლეთით დავიწყებ აუცილებლად
და აი საოცარი ქალბატონია, საოცარი ენერგიის მატარებელია, აი არ ვიცი ძალიან ისიც ისეთი უბრალოა, აი არ ვიცი ძალიან საყვარელი ქალბატონი და ის გვაჩვენებდა თავის ტელეფონში, უყურეთ ბრილიანტი არის უკვე ის ადამიანი და $16,000 ხომ ერიცხება, მაგრამ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მას 10 სიღრმიდან ერიცხება ყოველკვირეული შემოსავალი. აქ მარტო $16,000-ზე არ არის საუბარი. აი საოცარი ხელფასები ერიცხებოდა უკვე ამ ადამიანს რა. და ეს არის მეგობრებო მიღწევად, იმიტომ რომ კომპანია არის სულ რაღაცა 2 წლის, ვართ დასაწყის ეტაპზე. ადამიანი ქალბატონმა მედიამ კარგად ერთხელ აღნიშნა და სულ ვამბობ ხოლმე ნამდვილად შესაძლებელია და ნამდვილად საქმეა ეს რომ ადამიანი 60 წელი ქალბატონები და 65 მამაკაცები ველოდებიან 60 ლარ პენსიას. ეს რა თქმა უნდა იმათ ვამბობ. და როგორ არ შეიძლება ადამიანი დაელოდო, ხო? და 3 წელი, 4 წელი, 5 წელი და გავიდე შემოსავალზე და რაღაც აი $10 გადახდაზე არ მის პრეტენზია. იმიტომ რომ მე ვიცი ზუსტად რა მევის მომავალში და რა ხელფასებზე გავდივარ. ეს აუცილებლად უნდა გავიაზროთ. რა შესაძლებლობებს გვთავაზობს, რა სიახლე გვაქვს. ამისი არ აღნიშნა, აი არ ვიცი. არაფრით არ შეიძლება ჩემო მეგობრებო. რაც შეეხება მარკეტინგის და რაც შეეხება შემოსავლებს, ეს არის სულ რაც მინდოდა მეთქვა. უბრალოდ გაჩვენებთ მაინც ამ ჩვენ საოცარ ბიოდანამატებს, ეს არის ელექტროლიტები, რომელიც მე ძალიან მჭირდებოდა. იმხელა ენერგია დამიბრუნა ჩემო კარგებო, იხსნება წყალში, ხმლის სახით არის მოცემული და ვისაც აქვს წყლის, აი წყალს ვერ სვავთ, განა აი მონდომებაც კი არ მქონდა, არ მინდებოდა საერთოდ წყალი და ორგანიზმი მქონდა როგორც ჩირი, ისე გამხდარი. ხომ გეუბნებით, აი იმხელა ენერგია მომცა. აი კანიც ისე დამიტენიანა, საერთოდ შემცვალა. საოცარი რაღაცა არის, ეს საოცარი ელექტროლიტები. ესევე მინდა გაჩვენოთ პროტეინი, რომელიც არის სუფთა ცილა, ესეც ასევე არის ხმლის სახით. იმხელა ენერგიაზე მომიყვანა, გადავწყვიტე, დარბაზში დავიწყე სიარული და შედეგიც მაქვს არათეოლოგიური შემოკარგებო. -6 კილო თვენახევარში. საოცარი შედეგი მაქვს. ასევე ამასთან ერთად ვიღებ დეტოქს. იმდენად ნატურალური არის. ეს არის ზღვის ხავსზე დამზადებული, აი სუნიც კი ხავსის აქვს და აი რომ ამოიღებთ, აი საოცარი ესეც. ეს არის დეტოქსი, რომელსაც ვიღებ დაწოლის წინ და საერთოდ ეს უწყობს წონის კლებას ხელს და წმინდავს ორგანიზმს შლაკებისგან. ეს ძალიან კარგი რაღაცაა. ეს არის სილაჯიტი, რომელიც გამოუწერეთ ჩემს შვილს, რომელსაც აქვს კვანძები და მე მაქვს გადაღებული, ხო? რომ აქვს ნამდვილად კვანძები და როდესაც დავასრულებ თამასაც ვაღებინებ და დეტოქსს და წითელი და მწვანეც მიიღო, აუცილებლად დავდეთ შედეგს. სილაჯიტი არის საოცრება, ესეც არის გამწმენდი და ვისაც აქვს ჩიყვის პრობლემები, ეს არის პირველი. ეს სილაჯიტი. ასევე გვაქვს დედა კავიტამინი ერთად, რომელიც არის იშვიათობა და ძალიან დიდი ახლა ეს აფთიაქებში იყიდება. ალბათ ბევრი იტყვის, რომ აი აფთიაქშიც იყიდება მსგავსი, მაგრამ ეს არის მეგობრებო ამერიკული ბიოდანამატი, არის სუფთა ნატურალური და თითო პროდუქტს აქვს 20-25 სერტიფიკატი მოპოვებული სხვადასხვა ქვეყნის. ისეთი საოცარი პროდუქტია. ეს გვაქვს მულტივიტამინი მამაკაცებისთვის და მულტივიტამინი ქალებისთვის. ეს არის საოცარი ესეც რკინის შემადგენლობის. ეს არის ფაქტორ 4. ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი და ესეც სასწაულებს ახდენს. სუპერ წითელი, სიცხლის ძაღლების გამწმენდი, წნევის დამარეგულირებელი, წვანე, კუჭლაწლავის გამწმენდი, ზოგადად ორგანიზმს კარგად წმინდავს და ძალიან ბევრი სცენარია ისეთი, აქ თითოეული არის განხილული ჩვენს გვერდზე. ასევე გვაქვს CBD, ჩემი საოცარი CBD, უკვე მეოთხე ფლაკონი დავცალეთ. უყურეთ, ეს არის სხვადასხვა არომატებით, ნახეთ, ეს სხვანაირია, ეს სხვანაირია. ეს არის არომატებით განსხვავებული. ეს შეგიძლიათ მაგალითად ჭიფში ჩაისხათ,
ინფექციების მხრივ ძალიან კარგია. ასევე ენის ქვეშ მე ჩემი 12 წლის ბავშვს ვაღებინებ ენის ქვეშ ყოველ საღამოს ვუწვეთებ და ჩვენი საოცარი მაგნეზიუმი მაგნეზიუმიც არის რომ იყიდება აფთიაქებში, მაგრამ ჩვენთან ბევრმა აღნიშნა და ყავს ესეთი მომხმარებელიც რომ იღებდა წლები აფთიაქში ნაყიდ მაგნეზიუმს, მაგრამ შედეგი არანაირად არ ჰქონდა და მიიღო ჩვენი მაგნეზიუმი და საოცარი შედეგი დადო. აწესრიგებს ნერვულ სისტემას და მოკლედ ამ ყველაფერს ჩვენ არ ვნიშნავთ, ჩვენ არ ყიდით, რა თქმა უნდა, თუ კი სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ რომ გაყიდოთ, მაგრამ ჩვენ არ გვევალება რეალიზაცია ამ საოცარი პროდუქტის, იმიტომ რომ თვითონ პროდუქტი თვითონ ყიდის თავის თავს და ასევე ჩვენ დიაგნოზს ვისვავს თავში, როგორც აღნიშნე, ამერიკელი პროფესორები გვინიშნავენ ამ დანიშნულებას, მე მაგალითად მათი დანიშნულებით მივიღე ეს პროტეინი და ეს სილაჯის დეტოქსი და ეს ელექტროლიტები მათი გამოწერილი იყო და მაქვს საოცარი შედეგი. ასე რომ სულ ეს იყო მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა, ისე და ისე გილოცავთ, ვინც უკვე ხართ ჩვენი საოცარი კომპანიის წევრები, იმიტომ რომ გადავედით ნამდვილად მეორე ეტაპზე, კომპანიის ცნობადობა გაიზრდება 1000-ად და ჩვენ კომპანია საქართველოს გუნდი ვართ მოწინავე რიგებში და ნამდვილად გილოცავთ შემოკარგებო და თუ ხართ თქვენ ახლა აქ სტუმარი, აუცილებლად დარეგისტრირდით, დაიკავეთ თქვენი ადგილი, რომ არ დაკარგოთ არც ერთი წუთი. მადლობას გიხდით მოსმენისთვის, შეგიძლიათ დამისვათ კითხვები, მე მზად ვარ რომ გიპასუხოთ. გისმენთ მეგობრებო? პარტნიორები, ამ სიახლესთან დაკავშირებით ერთი-ორი სიტყვას თუ ვიტყვით, ძალიან კარგი იქნება თქვენი ემოცია რომ გადმოსცეთ. რა შეგრძნებებით დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, რომ უკვე ტელევიზიით არის ჩვენი კომპანია გასული. თქვენთან კარგად ისმის ხმა, ჩვენთან კი არ ისმის. ხმა ისმის ჩემი მეგობრებო. აი ხმა ისმის. ახლა ისმის ჩემი ხმა. კი, საღამომშვიდობის, ხალბატონონარი. საღამომშვიდობის. ულამაზესი ხარ, ნინიკო, ულამაზესი, არ მინდა ეკრანიდან გახვიდეს საერთოდ. ზღაპრულად გამოიყურები და საოცარი ფონი გაქვს უკვე. უღმესი მადლობა ესეთი წარდგენისთვის. მართლა საოცარია, არ გახვიდეს საერთოდ დილამდე ედექი მათ ჩვენ კი გიყურებთ. ყველას მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩაგერთვებით და როგორც რიგითი ადამიანი მინდა ჩაგერთო და ეხლა საოცარ შედეგზე დაგელაპარაკოთ. პირადად ჩემი ოჯახის შედეგზე კიდე დამატებით. ჩემ მეუღლეზე მინდა გითხრათ, რომ 7 წლის ასაკი რომ მქონდა, ის სოფელში იყო წასული, მამულეთში, ასე ვთქვათ, და ისვენებდა ხოლმე არდადეგების დროს. წარმოშობით საერთოდ თბილისელი. მაგრამ სოფელი ხუნევი, ძალიან საყვარელი სოფელი, ალბათ უმეტესმა თქვენთაგან მაიცის, იმერეთის მხარე, იმერლები ცხოვრობენ იქ და ლომიძეები ძალიან ბევრი სხვათა შორის.
ლომიდე სხვათა შორის ჩემი მეუღლის გვარია, არა ჩემი, მე გოგლიძე ვარ, რაჭველი ვარ. პირველად ვაცხადებ გონი ამას. და იქ, როდესაც ბავშვებთან ერთად, ცურაობდნენ ბავშვები, თამაშობდნენ იქ დინარიში და რაღაცა, ეგრევე არ იცვლი და არაფერს, ეგრევე იქ წვებოდა, სველი, შემდეგ ისევ წყალში, ისევ ასე და 7 წლის ასაკის იყო ამ დროს და ძალიან მაგრად გაცივდა, ფილტვების ანთება დაემართა და მას შემდეგ დაემართა ალერგიული ასთმა. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, ყოველთვის გაზაფხულზე ეს იყო კოშმარი, საავადმყოფო, სუნთქვის შეკვრა, გალურჯება და ყოველი გაზაფხული იყო კოშმარი, საერთოდ ამ ადამიანის ცხოვრებაში, ჩემი მეუღლის ცხოვრებაში. დღევანდლამდე, აი ეს მდგომარეობა გაზაფხულობით. სულ რაღაცა საშინელებას ველოდებოდით ხოლმე გაზაფხულზე. გაზაფხული მიყვარს ძალიან, უსაზღვროდ მიყვარს გაზაფხული, თავისი სურნელებით, თავისი სილამაზით, აყვავებით და ასე შემდეგ. მაგრამ ამ სიტუაციამ გაზაფხული რეალურად შემაძულა, პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ რომ ყოველთვის კოშმარი გქონდა ხოლმე გაზაფხულობით. საოცრება მოხდა, მეგობრებო. პირველი გაზაფხულია. წელს პირველი გაზაფხულია, როდესაც ჩემმა მეუღლემ ჩვენი პროდუქტები მიიღო და საერთოდ ვერ გრძნობთ, რომ გაზაფხულია. გრძნობთ მხოლოდ კარგი ფონით, გრძნობთ მხოლოდ იმ სილამაზით, იმ სურნელებით, იმ ყველაფრით, რაც გაზაფხულს თანსდევს. მაგრამ აბსოლუტურად ჯანმრთელია ადამიანი. ალერგიასაც კი უშველეს სულ გამოიყვანა მდგომარეობიდან. საერთოდ არ ვიცით, რომ ასეთი რამე ოდესღაც მას ჰქონდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა საოცრებაში ვართ და საერთოდ რა ხდება ამ კომპანიაში, ყოველდღე მაოცებს ეს კომპანია. ყოველ დღე. შეუძლებელია, ვეღარ ვუსმენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაში უნდა ვიხადო $10. მეგობრებო, იცით რაში უნდა იხადოთ $10? თქვენ რომ დაზოგოთ ის თანხა, ის ფული, რომელიც შემდეგ თქვენს ჯანმრთელობაზე დაგჭირდებათ და თქვენს ავადმყოფობაზე დაგჭირდებათ, რომელიც თქვენ ღმერთმა დაიფაროს, შეიძლება დაგემართოთ. და ცეცხლის ფასი უნდა გადაიხადოთ იმისთვის და გადარჩებით თუ არ გადარჩებით და გამოჯანმრთელდებით თუ არა, ამაშიც კითხვები დაიბადება, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენად შედეგიანი იქნება, როდესაც ორგანიზმი მთლიანად დაზიანებულია, თუნდაც ის მკურნალობა, რომელსაც ჩავიტარებთ, ხო? საავადმყოფოებში და ოპერაციებში და ასე შემდეგ. მაგრამ აი ეს პროდუქტი ჩვენ გვიცავს ზუსტად ამისგან, რომ ჩვენ საავადმყოფოსკარები საერთოდ აღარ შევაღოთ. ხვდებით რა არის ეს? ეხლა გადავთვალოთ ცოტა $10 რას ნიშნავს. $10 არის დღიური 33 ცენტი. 33 ცენტი, მეგობრებო. თქვენი ჯანმრთელობა, რომელიც თქვენ გექნებათ ამ საოცარი, მე არც ვიცი, საოცარი მგონი სიტყვა არ უხდება. უნიკალური სიტყვაც არ უხდება. გადასარევი, გადმოსარევიც არ უხდება. არ ვიცი, სიტყვა არ არსებობს ამ პროდუქტის, რომელთაც მე შემიძლია დავასახელო და ვთქვა. ამიტომ ამ საოცარი პროდუქტის წყალობით თქვენ აბსოლუტურად ჯანმრთელები იქნებით და 33 ცენტი არ აღებს თქვენი ჯანმრთელობა, მეგობრებო? 33 ცენტი. რამდენ 33 ცენტს ხარჯავთ თქვენ დღეში სიგარეტში, ყავაში და რაღაცა უაზრობაში, რომელიც თქვენს ორგანიზმს კი არ არგებს, ავნებს. თქვენ უსმინეთ ქალბატონ გუდკინს და ასევე მის მეუღლეს, რომლებმაც თქვენს ყავაში რამხელა მავნებლობაა? და თქვენ ამაში იხდით იმპულს, რომ თქვენ თვითონვე დაგიზიანდეთ ორგანიზმი. და აქ საუბარია $10-ზე, რომელიც თქვენ პირიქით ჯანმრთელებს ხდით და აი ეს 33 ცენტი სალაპარაკო ხდება იმისთვის, რომ თქვენ აღარასოდეს გახდეთ ავად. ეს რაც ერთ შედეგზე ვილაპარაკე. ახლა ჩემ შედეგზე ვიტყვი პირადად ჩემზე. მთელი ცხოვრება მაქვს ანემია. მთელი ცხოვრება მე თითქმის 2 წელიწადში ერთხელ საავადმყოფოში და ვატარებდი და სხვათა შორის აქ ლივგუთში ყოფნის დროსაც, სანამ დავიწყებდი პროდუქტების მიღებას, აგერ პარტნიორები დამიდასტურებენ, რომ მე საავადმყოფოში ვიყავი სწორედ ამ პრობლემით. მაგრამ ახლა მე ანემიაზე გავესინჯე და პირველად ჩემს ცხოვრებაში ანემია მაქვს არათუ ნორმაში, ნორმაზე ცოტა მეტიც.
ისტორიას არ ახსოვს, მეგობრებო, ასეთი რამეთ მე არაფრისგან რა აღარ გავაკეთე. რა სასწაული რაღაც არ ვიცი, საშუალებები არ გამოვიყენე. რომელი ექიმი და პროფესორი, არავინ არ დავტოვეთ აბსოლუტურად, რომ ძალიან რთული მდგომარეობები მქონდა. საერთოდ მილურჯებოდა ტუჩები, მილურჯებოდა სახე, თეთრდებოდი, ყვითლდებოდი, ვერ გაიგებდით საერთოდ რა მემართებოდა. ისე ცუდად ვიყავი, გულზე მოქმედებდა, იმიტომ რომ სისხლძარღვები საერთოდ სისხლძარღვები არაფერ შუაშია, გულს არ აწვდიდა, საკმარისი არ მქონდა რკინა, საკმარისი არ მქონდა ასე ვთქვათ სისხლის მიმოქცევა და გულს ვერ წვდებოდა და ზოგჯერ მაგალითად საქართველოში ეგონათ რომ მე გულის ავადმყოფობა მაქვს და ტახიკარდია დამიდგინეს, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი ავსტრიაში, აქ ფაქტიურად მიხვდა ყველა რომ გული არაფერ შუაში არ იყო, უბრალოდ ანემიის გამო გულს არ წვდებოდა საკმარისი რაოდენობა ჟანგბადი. და ასევე სისხლი და ასევე ეს რკინა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთად ქმნიდა ამ პრობლემას. მთელი ღამე ვკანკალებდი, მთელი ღამე ვიყავი ცუდად, ძალიან ცუდად. ვერ ვიძინებდი. როგორ შეიძლება ყველაფერი რო გიკანკალებს მთელი სხეული დაიძინო, ხო? ვერ დაიძინებ. აი ეს მთელი ცხოვრება, ეს მდგომარეობა მე მქონდა. წარმოიდგინეთ. ნუ ზოგჯერ უფრო მძაფრად, ზოგჯერ უფრო ნაკლებად. დამავიწყდა საერთოდ თუ ოდესღაც მქონდა ანემია. აი ასეთ პროდუქტთან გვაქვს საქმე ჩემო ძვირფასებო. ეხლა მე ჩაგერთეთ როგორც ერთი ჩვეულებრივი რიგითი ასევე პარტნიორი, რომელიც გავიდა სერიოზულ შედეგზე და მოგიყევით. არ შემეძლო ამაზე გავჩუმებულიყავი. ველოდებოდი გაზაფხულს, მაინტერესებდა რა მოხდებოდა. აი მოვიდა ეს გაზაფხული, ზუსტად ის მძაფრ პერიოდში ვართ ეხლა აპრილში, როდესაც ძალიან საშინელი დღეები გქონდა ყოველ წელიწადს და დღეს მშვიდად ვცხოვრობთ. მადლობა ლივგუთს. მადლობა ლივგუთს, სიტყვა არ შეიძლება ითქვას. მადლობა ძალიან ცოტაა იმისთვის, რაც მივიღე მე ამ კომპანიისგან საერთოდ და ამ პროდუქტისგან. უღრმესი მადლობა ნანდა გილოცა ამ საოცარ შედეგებს. ნამდვილად რა ვიცი, ნამდვილად საოცრება. გილოცავთ ალბათო ნანა, ასეთ მშვენიერ გაზაფხულს ჩემო ძვირფასო ნინო არაფრით არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო. მართლა საოცრად გამოიყურები ჩემო ძვირფასო, მართლა ვისიამოვნე ამ საღამოთი. ძალიან ბედნიერი ვარ რომ შენ ხარ ლივგუთში და მე კიდე შენთან ერთად ვარ ლივგუთში. ალბათო ნანა, თქვენი ყოველი ჩართვა კიდევ გვაბედნიერებს ყოველ წუთს და ყოველ წამს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ასეთ საუკეთესო შედეგს და მეც თქვენ გვერდით ვარ, მეც ძალიან ბედნიერი გაზაფხული მაქვს, იმიტომ რომ ვარ ძალიან ჯანმრთელი და უკვე წნევა აღარ მაქვს. ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. მართლა მადლობა ლივგუთს და მადლობა თქვენ ქალბატონო ნანა. გაიხარეთ, რა თქმა უნდა, ყველანი ბედნიერები ვართ ჩვენ ამ კომპანიაში. არ ვიცი, ზოგჯერ ვიტყვი ხოლმე რომ არ ყოფილიყო ეს, არ ვიცი საერთოდ რა იქნებოდა. აი გეგონება დროულად შემოგვისწრო. ვისაც შემოგვისწრო, მეც და ალბათ იმ ადამიანებსაც, ვისაც დღეს უკვე მართლა საოცარი შედეგები აქვს. მართლა არ ვიცი, სულ არაფერი იყოს ამ ლივგუთში, სულ რომ არც ფული იყოს, არც არაფერი სხვა დანარჩენი არ შემოვიდეს და მარტო ეს იყოს, რაც არის, მაინც უსასრულოდ მადლიერ ვიქნები. მაინც. ნამდვილად. მადლობა ქალბატონო ნინო. მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. აი ამ ლამაზი გამოსვლისთვის ძალიან დიდი მადლობა. ასევე მადლობა ქალბატონ ნანას, რომელმაც ეს დიდი სიხარულის მოზიარე და დიდი ბედნიერების მოზიარე გავხადა თითოეული ჩვენგანი. არ ვიცი, ალბათ ყველა სიხარულია და ვერ მალავთ სიხარულს და სიხარულისგან ზოგჯერ თითქოს დამუნჯებულებიც ვართო, ასე ვატყობ ჩემ თავს, იმდენად შინაგანად გახარებული ვარ, ხმის ამოღებაც გვიჭირს. იმ სიახლეების, რაც უკვე ჩვენ თვალწინ მოხდა. საოცარ ეტაპზე შევაბიჯეთ და საოცარი წინსვლის თანამონაწილე გავხდით. წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ ამერიკის ყველა ტელევიზიაში და ევროპის ყველა ქვეყნებში, რომ სხვადასხვა არხებზე მუდმივად გაჟღერდება ამ კომპანია ლივგუდის
წარმატებები, კომპანია ლივგუდის ბრწყინვალება და მისი სიგრძე თუ სიგანე ყველანაირად იქნება უკვე გაშუქებული ევროპის თითქმის უმეტეს ქვეყნებში სხვადასხვა ინფორმაციებით. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ სულ ვიქნებით ტელევიზიაში ჩვენი პროდუქტებით და ლივგუდის სხვადასხვა ინფორმაციებით. ესე იგი, ეს საუკეთესო ეტაპია, არ ვიცი, სიხარულს ვერ ვმალავ, რადგანაც ეს არა მარტო დიდ წარმატებას მოიტანს, არა მარტო მთლიანად ლივგუდისთვის, მისი დამაარსებლებისთვის, რომლებსაც უდიდესი მიზანი ამოძრავებთ, რომ უფრო და უფრო მეტად ნათელი გახდეს ყველა ადამიანისთვის და ეს სასარგებლო იყოს მსოფლიოში თითეული კუთხისთვის თუ მხარისთვის. ეს ძალიან დიდი მიღწევა არის, ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, ჩვენ თვალწინ, აი ჩვენ აქა ვართ, ვინც ვართ დღეს ლივგუდში, ჩვენ თვალწინ იზრდება კომპანია, ამას ჩვენ ვხედავთ და მასთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივაბიჯებთ იმ წარმატებისკენ, სადაც მიდის კომპანია ლივგუდი. მადლობა მის დამაარსებლებს, რადგანაც ეს თითეული ნაბიჯი, ესე იგი, ყველაზე მოახდენს თითოეულ ლივგუდელზე გავლენას, რადგანაც ჩვენ ველოდებით ისეთ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ რომ არ გონია, ისე მალე მოხდება და შესრულდება და დასრულდება. ასე რომ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, ულოცავ მთელ საქართველოს, ულოცავ ქართულ გუნდს, რომლებიც უკვე აქ არიან, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მიიღეს ეს ნაბიჯი და დარწმუნებულები არიან, რომ არიან იქ, სადაც რომ უნდა იყვნენ, სწორ დროს, სწორ ადგილას. ასე რომ ძვირფას სტუმრებსაც ვუსურვებ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეხლა არის საუკეთესო დრო, მეგობრებო, საუკეთესო დრო იმისათვის, რომ ხელი ჩავკიდოთ კომპანიას, რომელიც ისწრაფის მწვერვალებისკენ და ეს გარდაუვალია. ეს მოხდება და ისე მალე მოხდება, რასაც ჩვენ კიდევ რო არ ველოდებით და არ ველით. რადგანაც ეს სურპრიზები და ეს წარმატებები არ დასრულდება, სულ ახალი გველოდება წინ, რადგანაც კომპანია არის ძალიან ახალგაზრდა, ხშირად ვაჟღერებთ ამას და ეს მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ კომპანია ლივგუდი არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი წარმატებისთვის. გისურვებთ ყველა წარმატებას და ქალბატონი ნინო, დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის, ასეთი ლამაზი გამოსვლისთვის. შენ ხარ ჩვენი ლივგუდის სახე და სამაგალითო ჩვენი პარტნიორი. მიყვარხარ ძალიან. მადლობა ქალბატონო ნანა ამ სიწესრიგისთვის, ამ მოწესრიგებულობისთვის, ასეთი ხელმძღვანელობისთვის და ჩვენ რომ გვაქვს სტიმული და ენთუზიაზმი, ეს გარკვეულწილად კი არა, უმეტესწილად თქვენი დამსახურებაა. დიდი მადლობა ყველას, რომ ერთი გუნდი ხართ, მოსიყვარულე და ფუტკრებივით ფუსფუსამ შრომელი გუნდი ყველა და ჩვენ ყველა ერთმანეთს ვაძლიერებთ. დიდი მადლობა ყველას. ორმესი მადლობა ქალბატონო დავითენ ასეთი სიტყვებისთვის, ასეთი ერთგულებისთვის. მადლობა სულ. გაიხარეთ, მართლაც ეგრეა, ლივგუდი წინ მიდის, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ლივგუდი, ადრე თუ ამბობთ, გვინავს, ეხლა არ ვიცი, რომელი სიტყვა მოუძებნო, უკვე გვინმას გადააჭარბა, ამიტომ ყველას გესმით ხშირად, როდესაც შემობრძანდებით სტუმრებო და საერთოდ პარტნიორებო, გესმით ნოუდერ ხაზანი, ბენგლისკი, დამაარსებლები და ასე შემდეგ. მე ნოუდერ ხაზანთან პირდაპირ კონტაქტი მაქვს, მას ვესაუბრები WhatsApp-ით და სწორედ მან მითხრა, ეხლა არიან ძალიან აფური აქებულები, ფაქტიურად ღამეები არ სძინავთ ჩვენს კომპანიის დამაარსებლებს, იმიტომ რომ ხვდებით რა ეიფორია ეხლა და რა ხდება იქ, როდესაც ეს არ არის უბრალო რამე, ხო, ეს სერიოზული სამუშაო. ახლა მე ახლა არ ვარ დამაარსებელი, მაგრამ შეიძლება ითქვას არის მართლაც პერიოდები, რომ ღამეები არ მძინავს და ჩემ გოგოებსაც არ მძინავთ ზოგჯერ ღამეები ასეა, იმიტომ რომ მუშაობთ, ხო, ახლა ვართ ამ ამბავში და წეგან ქალბატონმა დალიმ სწორად თქვა, რომ ფუტკრებივით ფუსფუსებენო, მართლა ეგრეა. სულ ამ მდგომარეობაში და ამ პოზიციაში ვარ და თან სიამოვნებით ვაკეთებთ ამას. ახლა ისინიც რა თქმა უნდა სწორედ სასიამოვნო ეიფორია იქ რაც ხდება
ეს არ არის ხო? ყოველდღე არ ხდება ასეთი ბედნიერება, როცა კომპანია ასეთ მწვერვალებს აღწევს, რომ სოფლიო მასშტაბით, შეიძლება ითქვას სოფლიო მასშტაბით, იმიტომ რომ მთელი ამერიკის ტელევიზიები, BBC, CNN და ასე შემდეგ, ყველა რაც კი არსებობს ტელევიზიები, სხვათა შორის ვიდეო რგოლში მე ჩამოთვლილი მაქვს, ჯერ რომელ ტელევიზიებში უკვე იყო გასული ჩვენი კომპანია და ახლა ამას მოემატა 1000-ზე მეტი, ასე ვთქვათ, არხები და ტელევიზიები. ეს ყველა ამერიკის ტელევიზია და აქ, რა თქმა უნდა, ევროპის უმრავლესობა ხების, რა თქმა უნდა, აჟღერებს ჩვენს შესახებ სხვადასხვა ტიპის რეკლამებს. სხვადასხვა ტიპის რეკლამები ეს არის, რომ ზოგიერთ მომენტში გაჟღერდება პროდუქტების რეკლამა, გაჟღერდება ასევე საერთო ფონში და საერთკენ მიისწრაფის კომპანია ლივგუდი და რა სახეობისაა და საერთოდ რა ტიპისაა ეს კომპანია. ამის შესახებ იქნება რეკლამა და არის უკვე გასული და როგორც ქალბატონმა ნანიმ თქვა, ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ეს არ დასრულდება, ეს რეკლამა არ არის ერთჯერადი. ხვდებით, ეს რეკლამა არის, როგორც თქვა ნოუდერ ხაზანმა, ჩვენ შევედით ტელევიზიაში. ჩვენ ვიცხოვრებთ ტელევიზიაში. ეს უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. მოგეხსენებათ, ბევრი კომპანია ვერ დაიკვეხნებს ამას, რომ აი ესეთი, ასე ვთქვათ, გაფართოებული მასშტაბით შეუძლია ამხელა დონეზე გამოჩნდეს და გამოვიდეს, ხო? 2 წლის კომპანიამ რომ ამხელა მწვერვალებს მიაღწია, ჩემო ძვირფასებო, ცოტათი მაინც აი ესე სურათი დაინახეთ, რა გველოდება ჩვენ ამ კომპანიაში და რა შეიძლება მიაღწიოს ამ კომპანიამ, მაქსიმუმ 3 წელიწადში, 4 წელიწადში და 10 წელიწადზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი, არ ვიცი, ალბათ მთელი სოფლიო უკვე მარტო ადამიანებს და ბავშვები რომ დაიბადებიან, ალბათ ლივგუდს დაარქმევენ. ასე იქნება ნამდვილად რეალურად, იმიტომ რომ იყო ხოლმე ასეთი პრაქტიკა, რომ რაღაცა ცნობილი რო ხდებოდა, ბავშვებს არქმევდნენ ხოლმე ეგრე. ლივგუდიც ალბათ აი ასე მოხდება. კარგით, ძალიან გვიანი ალბათ არ შეგაწყენთ თავს. მართლა რეალურ ზღაპარში ვართ, აქამდე თუ ვამბობდით, ზღაპარი უკვე შესრულების ფონზეა და ვხედავთ ჩვენ, რომ სასწაულები ხდება არათუ მხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით, არამედ საერთოდ აი ის, რაც ხდება ჩვენს კომპანიაში, ეს არის მართლა სასწაული მიღწევა. რასაც ყველას გულწრფელად გილოცავთ, გისურვებთ წარმატებას, ყველანი დაფიქრდით, გაიაზრეთ, გადახარშეთ ეს ყველაფერი, რა ფენომენთა გვაქვს საქმე და მიიღეთ მნიშვნელოვანი სერიოზული გადაწყვეტილები თქვენს ცხოვრებაში, რომელიც რადიკალურად 360 გრადუსით შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მართლა აი ამ კომპანიას შეუძლია მხოლოდ ეს. დამიჯერეთ, სხვა არაფერს არ შეუძლია, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი მოვლენა. კომპანიები ბევრია, უამრავია, ათასობით კომპანიებია, მაგრამ ეს არის ის დედოფალი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, რასაც გულწრფელად გილოცავთ. რომელს ნაბლობა ქალბატონი ნანა და ნამდვილად აი კარგად შეუსაბამეთ სიტყვები. ფენომენა, ნამდვილად ფენომენია ეს კომპანია და არის სასწაული. მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, ხო? ელოდა, თვითონ ბენგლის კი ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ელოდებოდა ცვლილებას, იმიტომ რომ ყველას მობეზრდა ის, რაც იყო აქამდე. ამიტომ ელოდებოდნენ ცვლილებას. ცვლილება მოხდა არათუ მხოლოდ ქსელური მიმართულებით, ცვლილება მოხდა ასევე კლუბური მიმართულებით. კლუბური მიმართულება ხომ ეს არის ისედაც სიახლეა, კლუბური სისტემა, ხომ? იმიტომ რომ კლუბური სისტემები არ იყო წლების მანძილზე და ეს არის სიახლე რეალური, ხომ? ამიტომ თქვენ არიცით ალბათ, რომ სხვათა შორის დაფიქსირებული იყო ოფიციალურად Amazon-ი როგორც ქსელური კომპანია. ეს არიცით ალბათ. ეგრე იყო, მაგრამ შემდეგ გადმოიზარდა კლუბში. აი ამიტომ არის ჩვენ ზუსტად ასეა. ბევრს გონია, რომ ჩვენ ქსელური კომპანია ვართ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პროდუქტი გვაქვს. ხომ? მაგრამ ჩვენ ხო პროდუქცია არ გავჩერდებით, ჩვენ შევალთ სხვა ფაზაში, სადაც როგორც ახლა შევედით ტელევიზიების ფაზაში, ისე შევალთ იმ ფაზაში, რომ ფაქტიურად მარტო პროდუქტი არ გვექნება, აქ ბევრი რამე გვექნება ძალიან. ამიტომ ზუსტად ეს არის, რომ კლუბური სისტემა რაც არის, იმასაც კი, ასე ვთქვათ, გადააბიჯა ამ კომპანიამ და ცოტა სხვა სისტემაა. ამას არ ვიცით რა დავარქვათ, იცით? ეს არის რაღაცა სხვა მიმართულება. ელემენტი ქსელურის, ელემენტი კლუბურის, მაგრამ ლივგუდი. ლივგუდი რაღაცა განსაკუთრებული, რომელიც აქამდე არასდროს არ ყოფილა, ხვდებით? იმიტომ რომ ის, რაც ამ კომპანიაში ხდება, არსად არ ხდება.
ის რა მიმართულებაც ამ კომპანიას აქვს, დღეს დედამიწაზე არ არის კომპანია, რომელსაც ასეთი მიმართულება აქვს. ტყუილად ხომ არ შევიდა 5%-ში, მეგობრებო? ტყუილად ხომ არ შევიდა მსოფლიოს 5%-ში. იმიტომ შევიდა, რომ უნიკალურია. ასეთი არ არსებობს, ჩემო ძვირფასებო. და 2 წლის კომპანია, რომ აი ესეთ წერვალს უკვე ასე ვქოთ, ასეთ საოცრებაში შევა და მით უმეტეს ახლა ეს ტელევიზიებში გაჟღერდება. всё, ეს არის კულმინაცია. კულმინაცია საწყისი ეტაპის. ხვდებით რას ვამბობ? კულმინაცია კომპანიის საწყისი ეტაპის. ეს იმას ნიშნავს, რომ კულმინაცია ჯერ არ დასრულებულა, ეხლა დაიწყო. ანუ არ არის ჯერ კულმინაცია, თუმცა აი ეს 2 შეფარდებითი სიტყვას მივყავართ საოცრებასთან. დარჩით ამ საოცრებაში. და გახდით ამ მოვლენის თანაზიარი, მეგობრებო. ნამდვილად მოვლენა კომპანია ლიბუდი სოფიოში. გილოცავთ. მე მგონი ნინო არ არის შეკითხვები, რამდენადაც ვიცი, თუ ვინმეს გიდათ მეგობრებო ჩართვა ჩაერთეთ, მოგისმენთ, სიამოვნებით, თქვენი აზრით შეგიძლიათ გამოთქვათ, აქ არ არის აუცილებელი შეკითხვა დასვათ. ნუ გერიდებათ, ჩემო ძვირფასებო, აქ ჩვენ ყველანი ვართ, შინაურულად საუბრობთ, მეგობრულად საუბრობთ და ყველას გვინდა ვიყოთ ბედნიერები, ხო? გამოთქვით თქვენი აზრები, თქვენი შეხედულებები, რა გიხარიათ, რა გწყინთ, რა გაინტერესებთ, რა გტკივათ და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. აი ჩემი ფუტკრები არიან თქვენს გვერდით ყველანაირად და შემოგესევიან და დაგეხმარებიან ყველა კუთხით. ჩემი ჩათვლით რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო ამ საღამოსთვის, უღრმესი მადლობა ქალბატონო ნანა. მართლაც მოვლენა არის და ვამბობ ხოლმე რეალურ ზღაპარში ვარ და ეს ზღაპრის სერიალი უსასრულო არის აქ. ფაქტიურად მართლაც 21 საუკუნის სენსაცია არის ეს კომპანია და მართლაც სად შევაბიჯეთ, ჯერ კიდევ არ გვაქვს გათვითცნობებული, აი რაღაც ეიფორიაში ვართ ჩვენ თვითონ პარტნიორები, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ყველაფერი გვექნება აქ, ამ კომპანიაში, ყველაფერი 75-80%-ით ფასდაკლებით და ნუ მოკლედ არ ვიცი, დანარჩენზე ქალბატონინო ყველაფერზე ისაუბრა, რომ აქ არის ბიზნესი, აქ არის ჯანმრთელობა და მართლაც მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი კომპანია და არც იქნება. დარწმუნებული ვარ. გილოცავთ ყველას, ჩემს თავსაც ულოცავ და წარმატებები ახალ მოსულებს კიდევ დროული რეგისტრაციები ძვირფასებო. ნინო საყვარელო ბოდიში ჩაგერთეთ, იმიტომ რომ განსაკუთრებული დღე გვაქვს, განსაკუთრებული სიხარული გვაქვს და ხო ჩვენც მოგვინდა რაღაცების თქმა და ესე შემოგეჭერით კი პრეზენტაციაზე. ხო, უბრალოდ თავი რაღაც შევიკავე. ეს ამ ემოციის გამოხატვა პირიქით ახლა მოვითხოვე, რომ აუცილებელია, რომ ეს ემოცია რაც ჩვენ გვაქვს, გადავცეთ და გადავდოთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს სტუმრებს. რომ მათმაც იგემონ ამ საოცრების გემო, რასაც ქვია. კი, მაგრამ ძალიან გვეცოდები, რომ ფეხზეთ გახარ და ჩვენ ვზივართ, შევდივართ და ვიხურებ. არა, რავი, ისე ვარჩიე, რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყავი და ხარ, განსხვავებული გულით, განსხვავებული გარეგნობით, განსხვავებული, ყველაფრით განსხვავებული და საოცარი ხარ. გვიყვარხარ ყველას ძალიან. უღრმესი მადლობა. მე თქვენი სიყვარული მაძლიერებს. დიახ, ამ დღეს ველოდი დამოვესწარ. რაც არ მომწონდა წლების წინ, აი სწორედ შემგულში ზიან ამ კომპანიის დამაარსებლები. მადლობა ამ საღამოსთვის. კარგით, მეგობრებო, ალბათ დავასრულოთ ახლა. მადლობა ყველას, მადლობა ქალბატონო ნანი, ქალბატონო ციცი, ნინო საყვარელო უღრმესი მადლობა. ქალბატონოც ვერ მოგვართავ, ბავშვი ხარ და იმიტომ ვერ მოგმართავ, ჩემი საყვარელი გოგო ხარ. კარგით, აბა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უღრმესი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. და ეხლა ნინოს მივცეთ შესაძლებლობა, რომ დაისვენოს, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე მართლა ფეხზე დგას და ჩვენს გამო ცდილობს ყველანაირად გვასიამოვნოს. მოგწონს რომ დგახარ ნინო მათ, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ. კარგად ზამდებოდეთ, უღრმესი მადლობა ყველას. წარმატებას გისურვებთ და მიიღეთ გადაწყვეტილება. თქვენ ხელშია თქვენი ცხოვრება, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. თქვენს მაგივრად ამას ვერავინ ვერ გააკეთებს. თქვენ იყავით თქვენი ცხოვრების რეჟისორი, თორე სხვა დადგავს სცენარს, ხვდებით?
ნუ დაადგმევინებთ სხვას ამ სცენარს, თქვენ თვითონ დადგით თქვენი სცენარი და თქვენ გაუძახით თქვენს ცხოვრებას. ერთ ბოლოს ვიტყვი მარტო იმას, რომ ჩვენმა ნინიკომ გადაიღო ერთი ვიდეო რგოლი სვანეთში, ულამაზესი ადგილია სვანეთი. ზღაპრული ადგილია, მართლაც ვტყბებოდი იმ სურათით, რასაც გვიჩვენებდა ნინო იქ. უყურეთ რა ხდება. ნინო მისცა თავის თავს შესაძლებლობა, უფლება, რომ წასულიყო სვანეთში. იცით რა, სვანეთში მან იმუშავა და დაისვენა ერთდროულად. იცით რა, აი ეს არის ლივგუდი, თქვენ შეგიძლიათ სადაც კიდათ, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წაბრძანდეთ. კურშაველი იქნება ეს თუ მალდივები იქნება ეს თუ ნებისმიერი მაგარი ადგილი და იქიდანაც შეგიძლიათ აი ასე იმუშაოთ, ამას თუ მუშაობა ქვია, აი ლამაზად რომ გამოიყურება ეხლა ნინო და საუბრობს, ამას მუშაობა ქვია, მეგობრებო, იცით? აი ეხლა ამ წუთში ნინო მუშაობს. მოგწონთ ასეთი მუშაობა? აი იმუშავეთ თქვენც ასე. აი ის არა რომ ვის გამო, ვიღაცის გამო რომ მუშაობ, ვიღაცას რომ ემსახურები, ის რომ ადგენს შენ შვებულებას, ის რომ ადგენს შენ ცხოვრების წესებს, ის რომ ადგენს როდის უნდა ადგე და როდის უნდა დაწვე და როდის უნდა იცხოვრო და ისუნთქო და არ ისუნთქო. არა მეგობრებო, თქვენ დაადგენთ ამ ყველაფერს და აი ამას ყველაფერს გაძლევთ ლივგუდი. და ნინომ დაადგინა ეს ყველაფერი. წავიდეს იქ სვანეთში თუ არ წავიდეს, იქიდან იმუშაოს თუ არ იმუშაოს. არავინ არ ბრძანებლობს ნინო, თვითონ წყვეტს ამ ყველაფერს და ნებისმიერი პარტნიორი, იმიტომ რომ ეს არის თავისუფლება. თავისუფლება აირჩიეთ, რომ თქვენ თვითონ მიიღოთ თქვენს ცხოვრებაზე გადაწყვეტილებები. კარგად ზანდებოდეთ, მადლობა. და იმუშაოთ სიამოვნებით. სიამოვნებით აქ მუშაობა. ეს საოცრება ნამდვილად. უღრმესი მადლობა ქალბატონო. მადლობა მეგობრებო. დავიმშვიდობოთ მეგობრებო? კარგად. ყველა დავიმშვიდობოთ, მშვიდობიანი ღამე ყველას. მადლობა ნინიკო. კარგად. კარგი. კარგ.